საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა. დღეს განვიხილავთ ნაწარმოებს ფუტკარი და მტრედი. ჩემო პატარებო, არსებობს ასეთი ანდაზა, რასაც დასდეს, იმას მოიმკიო. რაც ნიშნავს იმას, რომ სიკეთის გამკეთებელ ადამიანს სამაგიეროდ სიკეთის გადაუხდიან, რომელიც ამართლებს გამონათქვამს სიკეთის გადამდები ძალა აქვსო. სწორედ ამ ძალა მიმოქმედა ჩვენი ნაწარმოების გმირზე, ფუტკარზე, თუმცა ფუტკარი ისედაც ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს. ის ხომ ადამიანს აძლევს ძალიან ძვირფას სითხეს, რომელსაც თაფლი ჰქვია. თაფლს იგი არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც ამზადებს. გათენებიდან დაღამებამდე ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავს, რათა ეს ყვავილების წვენი ჯადოსნური სითხე მოაგროვოს და არა მარტო თვითონ მოიხმაროს, არამედ ადამიანებსაც გაუნაწილოს. და ერთხელ ჯაფისაგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ახლო ხეზე დედამტრედი იჯდა. თვალი შეასწრო ფუტკრის გაჭირვებას, აფრინდა მოგლიჯა ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი და ჩაუგდო წყალში. ფუტკარი ზედ შეჯდა და წყალმა იგი ნაპირზე გამორიყა. ფუტკარმა გაიჩრო მზეზე სველი ფრთები, აფრინდა და ბზუილ-ბზუილით გასწია თავის სკაში. ჯაფისაგან დაღლილი ფუტკარი, ამბობს ავტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ შრომისაგანაა ჩვენი ფუტკარი დაღლილი და კარგად იცით, რას შრომობს და რას აკეთებს იგი. როდესაც მტრედმა შეასწრო თვალი, მან ნეკერჩხლის ფოთოლი მოგლიჯა და წყალში ჩააგდო. ნეკერჩხალი კი დიდი ფოთლოვანი ხე გახლავთ, რომელსაც ასევე დიდი ფოთლები აქვს. ფუტკარი ავიდა ფოთოლზე, წყალმა იგი ნაპირზე გამორიყა. ესე იგი ნაპირზე გამოიტანა ფოთოლი. ფუტკარმა გაიშრო ფრთები და გასწია ბზუილ-ბზუილით თავისი სკისაკენ. საინტერესოა, მიხვდა თუ არა რამ გადაარჩინა ფუტკარი. მიხვდა თუ არა იგი რამ გადაარჩინა. განვაგრძოთ მოთხრობა. გავიდა რამდენიმე დღე. ბარტყებისათვის საჭმლის ზიდვით დაღლილი მტრედი ხეზე იჯდა და თვლემდა. ამ დროს მიეპარა მონადირე, ამოეფარა ჩირკს და დაუმიზნა თოფი. ამას თვალი მოჰკრა ახლო ყვავილზე მჯდომმა ფუტკარმა. აფრინდა, სწრაფად მიფრინდა მონადირესთან და მარჯვენა ხელზე უკბინა. სწორედ იმ დროს, როცა ტყვია უნდა ესროლა მონადირეს. მონადირე სიმწრისაგან ხელი აუკანკავდა, მტრედს ტყვია ასდა. წეხან მე დავსვი კითხვა. გაიგო თუ არა, შეიტყო თუ არა ფუტკარმა, რომ მის სიკვდილს მტრედმა გადაარჩინა. როგორც ხედავთ, მიხვდა ფუტკარი, ვისი დამსახურება იყო იგი, როდესაც სიკვდილს გადაურჩა და მიეცა საშუალება სამაგიერო გადაეხადა. რატომაა დაღლილი მტრედი? იმდენად, რომ მას ხეზე მჯდომს ძილი მოერია. თვლემდაო, ამბობს ავტორი. თვლემდა ნიშნავს ძილი მოერია. იგი საჭმლის ზიდვითაა დაღლილი, თავის ბარტყებს უზიდავს, საკვებს. სწორედ ამ დროს მიეპარა მას მონადირე, რომელიც ჩირკს ამოეფარა. ჩირკვი კი დაბალი ბუჩქია. მონადირის ნასროლი ტყვია მტრედს მხოლოდ იმიტომ ასწდა, რომ მას ფუტკარმა უკბინა ხელზე. კარგად მიხვდით, ფუტკარმა ეს მიტომ გააკეთა, რომ მტრედი გადაერჩინა. ეს ნაწარმოები არის იგავარაკი. იგავარაკი კი ისეთი ჟანრის, ისეთი სტილის ნაწარმოები კი არც მოთხრობა, არც ზღაპარი, არც ლექსი. ისეთი ნაწარმოებია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები შეიძლება იყვნენ ადამიანებიც, სხვა სულიერი არსებებიც, მაგალითად ცხოველები, ფრინველები, ასევე უსულო საგნებიც, მაგრამ მათ მიეწერებოდეთ ადამიანის მოქმედება და გატარებული იყოს ბრძნული აზრი. საინტერესოა, რა აზრია ამ იგავარაკში გატარებული, რა სიბრძნე დევს აქ. სწორედ ის, რაზედაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ მოთხრობის უკაცრავად იგავარაკის დასაწყისში. ანდაზა, რასაც დასდეს, იმას მოიმკიო, ხომ გაგახსენდათ? დიახ, მტრედმა
ფუტკარს სიკეთე გაუკეთა, იგი სიკვდილს გადაარჩინა. ფუტკარსაც მიეცა საშუალება სამაგეროს გადახდის და იგივე გაიმეორა. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, სიკეთეს გადამდები ძალა აქვს და კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, მაგრამ თუ ბოროტება შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მასაც სიკეთით უნდა უპასუხოთ. აქ დავამთავროთ ჩვენი საუბარი, ნახვამდის.